მადლიერების განცდა და შეგრძნება არის ერთგვარი ვთქვათ საწყისი იმისა, რომ რწმენაში გავძლიერდეთ? თუ ჯერ უნდა გვწამდეს, რომ ეს მადლიერების გრძნობა გქონდეს? იცით როგორ არის? რწმენა და მადლიერება ერთმანეთთან რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირში. მე გულისხმობ ოღონდ სწორ სარწმუნოებას. იმიტომ რომ რწმენა ღმერთი რომ არსებობს, თუ ჩვენ ამას დავარქმევთ რწმენას, ამის ეშმაკებსაც წამთ. ზუსტად იციან რომ ღმერთი არსებობს. ჩვენგან განსხვავებით თან, იმიტომ რომ ადამიანს როგორი მორწმუნეც არ უნდა იყოს, შეიძლება ეს რაღაცა გულის თქმები შემოუვიდეს, რომ არსებობს კი ღმერთი. რაღაცა ესეთი რაღაც ბოროტისგან ნასროლი ის არის, დიახ, რაღაცა რომ არსებობს თუ რა, შეიძლება ეშმაკს მსგავსი ეჭვი არ აქვს, იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ ღმერთი არსებობს. ამიტომ ეს კი არ არის რწმენა. რწმენა არის დაჯერება უხილავისა, რაღაცა არსებობს ფორმულა. შეიძლება მჯეროდეს ამ უხილავისაც, მაგრამ იმისი თუ მჯერა, რასაც ის მეუბნება. რამდენად ვასრულებ ამას მე ყველაფერს. რამდენად ჩემში ცოცხლობს ეს ყველაფერი, აი ეს არის უკვე არა მარტო რწმენა, არამედ ჩემი სარწმუნოება, მოკლედ შეიძლება ესე ითქვას. ამიტომაც მადლიერება და ეს სარწმუნოება ბუნებრივია განუყოფელი ნაწილი. მაგრამ რწმენა და მადლიერება არა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეშმაკებს წამთ, მაგრამ მადლიერები რომ ყოფილიყვნენ, ეშმაკები კი არ იქნებოდნენ იმ დასში, რომელ დასშიც ისინი შეიქმნენ ანგელოზებრივი მსახურებისთვის. სწორედ მადლიერების მოკლება იყო მათი ამ პარტავნება. სწორედ არსებობაში შემოსვლის გამო მადლიერება რომ არ გადაიხადეს, ამის გამო იყო მათი დაცემა. ისინი ამითი დაშორდნენ სწორედ ღმერთს. და ესევია ადამიანის სარწმუნოებაც, სწორედ რომ მე თუ მწამს რომ ღმერთი არსებობს, შეიძლება საერთოდ არ განვიცდიდე მადლიერებას, მაგრამ თუ კი მე მჯერა მისი სიტყვებისა და მჯერა რომ მან შექმნა სამყარო ხილული და უხილავი, შემქმნა მე თვითონ, როგორ შეიძლება ამ ჩემს სარწმუნოებასთან მადლიერება არ ახდეს? ეს შეუძლებელია. ამიტომ ეს შეიძლება ამ კუთხით ერთ კონტექსტში განვიხილოთ.